გუშინ დამესიზრა, რომ დღეს ამოვიდოდი ამ სცენაზე და მოგიყვებოდით როგორ დამესიზრა ბაჩო ქაჯაიას სიცოცხლის ბოლო დღე. მოდი აბა, ნახოთ როგორ მოგიყვებით ამას. რა ჩამოგტირის ეგ ხვი პირ თვალ ნიკაპ ყურები თუ რა ვიცი. აიმე ბაჩო. ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე. ძალიან მეშინია რა. თან ხო იცი ჩემი სიზმარი რო არ ახდეს. ვარიანტი არ არის რა. აბა ბიჭო, აბა, ისე მართლა რა, იმ მაშინ რომ მითხარი, იმ დღეს რომ მითხარი, დამესიზმრაო ისო. ჯეჯელავაო მინისტრად უნდა მოვიდესო, განათლების მინისტრად, თუ და? მოვიდა. მე რომ მითხარი რომ ისო, ჯეჯელავა დამესიზმრაო, განათლების მინისტრობიდან უნდა წავიდესო და? წავიდა. მე რომ მითხარი რომ ის დამესიზმრაო, ჯეჯელავა დამესიზმრაო, რომ სასწავლებლად უნდა წავიდეს ამერიკაშიო და? წავიდა. შეგიდე მარტო ჯეჯელავა რატო გესიზმრება? დაჯი. არა მარტო ჯეჯელავა მესიზრება. მარტო ჯეჯელავა მესიზრება მე. აბა? ის არ დამესიზრა? კალაძე რომ მიცოცავდა მერის შენობაზე გარედან. რომ მიცოცავდა ცოც და ბოლოში არ გახსა ქალაქის მერი? არ დამესიზრა? კი. ბიჭო შენ ისა ნარმანიაც ხო და გესიზრა? კი. ხო და რას აკეთებდა ეგ აღარ მახსოვს? ნარმანია ისე დამესიზრა რომ არაფერს არ აკეთებდა. პრინციპში მე მგონი ეგეც აგიხდა შენ ხო იცი? რაღაცინებს შესაძოდავში. რა იყო კაცო რატო რამაცინებს რა ნახე რა სიზმარი ნახე ამისთან მოყვები თუ არ მოყვები შენ გნახე ბაჩო შენ გნახე მე და შენ ვიდექით მაღალი შენობის ბოლო სართულზე მერე ხო და არ იყო დამთავრებული იქ ფანჯარა იყო იქ ვიდექით და შეგაქანა მე შენას ხო და გადავარდი და ასე გადამიყოლე მეც გადამიყოლე და წავედით და დავეთხალაშეთ რას ლაპარაკობ დავენარცხე ძის მე-5 ესე ბათქან რას ლაპარაკობ ხო ანუ მე და შენ ერთად გვტებით ბიჭო ნახე ხა და უკვე რა გამოვიდა პირიქით ტყუპები ვართ მე და შენ რა გამოვიდა მე გადავრჩი ბაჩო რას ქვი კაცო მოიწერე ორივე დავენარცხე და შენ გადარჩი კი რანაირად ეხლა მართლა ამბობ ოთარ მართლა ვამბობ ეხლა ადექი წადი წესიერად დაწექი დაიძინე და წესიერად ნახე იცის მარე ბიჭო ორჯერ შევიბრუნე ძილი სპეციალურად მაგისთვის რომ ეგ სიზმარი ბოლომდე მენახა და გეუბნები მე გადავრჩი და შენ მოკვდი რას ლაპარაკობ შენ ოთარ ოთარ რა გავაკეთო ეხლა რა უნდა ვქნები მომისმინე ესე მოკვდები ეხლა რამდენი დამრჩა იცი რამდენი დამრჩა 45 წელი ბიჭო რა შენ წელი არა ისა აბა წუთი 45 წუთი პრაქტიკულად ერთი ტაიმი რას ლაპარაკობ ბიჭო რა 45 წუთი ოთარ ეხლა შენ მარტო ვაიმე საცხონებელო ბაჩო 45 წუთში რა უნდა მოვასწრო ბიჭო 45 წუთში რა უნდა მოვასწრო მითხარი უკვე 44-ში ვაიმე საცხონებელო ბაჩო 53 წუთში რა უნდა მოვასწრო ეხლა მე ჯერ კიდე 44-ში აი ოთარ იცი რაზე მწყდება გული აი რემონტი რო ვერ დავამთავრე რა პრინციპში ვერც დავიწყე დაჯი ამ დროში რემონტს ვერა მაგრამ შაურმის ჭამას მოვასწრებდა გინდა დაკპატიჟო შაურმას მოვაკვლევინებ ეხლა თავს კიდე შაურმა მოდი რა ვქნათი მე და შენ ამდგე წავიდეთ ცხეთაში კაფკაფა ესე ცხინკარი მოვატანო შეგვეცოთ პილპილ მოყრილიზები და შავით და მაგარია კაფკაფა ხო მოვაყაროთ კი ხო მაგრამ ბიჭო ვერ მოგისწრებენ შენ მაგ შეკვეთას ცოტა დრო ვარ დარჩენილი და ისე მომანდომე რომ აი შენ რო გაგორდები ცოტა ხანში წავალ მარტო შევჭამ მოგიგონებ აი ოთარ ეხლა მართლა მითხარი რამდენი დარჩა მართლა მითხარი ეხლა რამდენი დარჩა 35 ვაიმე საცხორებელო ბაჩო 35 წუთში რა უნდა მოვა მაგრამ პრინციპში კი ვიცი მე რასაც მოვასწრე დაურეკავ ჩემს უფროს და ყველაფერს ვეტყვი რასაც მაგაზე ვფიქრობ ვეტყვი რა დავახურებ ხო დაახურე შესაძლო სალამ შენ დაგახურეთ ალო ბაჩო ვარ ნაბიჭვარო შენ ნაბიჭვარო შენ ვიკ რა ბრძანეთ ქალბატონო სხვაგან მოხდი თქვენ რა მნიშნავს თქვენი თანამდებობა და თქვენ ეს კაცო მაინც ვიცოდი სამ ბანკში მით უმეტეს თქვენ
სესხი მჭირდება. კი, რამდენი წლითაც გინდა და რამხელა პროცენტითაც. ხო, და თუ დამიმტკიცეთ და დამირეკეთ. შეიძლება მე ვეღარ გიპასუხოთ, მაგრამ SMS-ი გამოუშვით. ხო. კარგად ვიყო არა ის. აჰა, ესეც ასე. სიცოცხლის ამოწურვამდე დაგრჩათ 25 წუთი. ვაი, საცხონებელო ბაჩო. 25 წუთში, ოთარ, 25 წუთში, ახლა შემოწმო, აი, ძალიან წყდება გული რა. ძალიან წყდება გული, რომ აი, ყველა ძალიან მომენატრებით, ყველა ძალიან. მაგრამ პრინციპში შენ კი მალე გნახავ. ხო. მეც ძალიან წყდება გული. მეც, აუ, მაგარი კაცი იყავი რა. ხო არა? ო, შენ კი რა კაცი იყავი, ბიჭო, რა ასარაკეთებდი. აი, მაშინ იქ რო ვიყავით და არა, მე იქ რო ჩავედით და აი, რო რანაირი კაცი იყავი. ვერაფერი კარგი ვერ გავიხსენე, რა საკეთებდი. რა გითხარი რა. ვაიმე, ოთარ, რა გამახსენე? ჩამოჯექი. დავისვენოთ სანამ მალხა ბოლომდე არ დავისვენეთ. ოთარ, რა გამახსენდა იცი? გახსოვს მე შენ და ის რო ვიყავით, რა ქვია იმას კაცო? დუტა. ხო, და იქ რო წაგვიყვანა კაცო, რა ქვია იმას ისა? კახეთში. ხო, და ის რო შეგვიწვა, რა ქვია კაცო? წვადი. ხო, წვადი და ის მე ის რო მოგვიტანა და რო დავგვალევინა, რა ქვია კაცო? ღვინო. ხო, და მე კინაღამ იქ რო ჩავარდი, რა ქვია კაცო? ქვებში. ხო, გახსოვს ეგა? არა. ოთარ, მომისმინე ეხლა მე მაინც მივდივარ, ხო და შენ რო გაქვს ჩემი ვალი, გქონდეს შენ აღარ მინდა მე. რა შენი ვალი მაგ ბიჭო? შენ გაქვს ჩემი ვალი. ხო? ხო. მაშინ იყოს არ მოგცემ, აბა აღარ მოგცემ. იცი რატო? ჩათვალე რომ ფაქტურად შენ ჩემს გაშვენებაში დადებული გაქვს ის 5000 ლარი. ერთი ამინდის პროგნოზის უნდა ვნახო ბაჩუკი რა. მაინტერესებს აი ბუნებაც თუ გიტირებს სამშაბათს. რა სამშაბათს? პირა დღეს ხუთშაბათამდე მაინც გამაჩერეთ. შაბათამდე იყავი რა, ჩემი რამინდის. ავტარაბი. მომისმინე. ეხა უკვე შენ უკვე მალე გაგორდები. ნერი ხო და წავალ მე რა. არ მინდა ამას შევესწრო, იმიტომ რომ მე ყველას მე უნდა გავაგებინო და მეზარე. მოიცადე ის ოთარ. ბიჭო, მე მგონი არ ხდება ახლა შენი სიზმარია, გავიდა 45 წუთი და თუმსაჯის მიერ დამატებული დრო არის. საჯის მიერ დამატებული დრო არა. ეხლა ჩვენ ვართ მე-15 სართულზე. აი ეს ფანჯარა ნახე? ნახე? აი, ხედავ იმ ფანჯარას? ღია. ანუ მიდი. ჩემი სიზმარი უნდა ახთეს ბაჭო. არა! რატო? არ წავალ არ გადავხვდები და არ ახდება რა. რატო ვითომ? რატო და ეგრე არ წავალ რა ჩემი. გამიფუჭებ სტატისტიკას. გაგიფუჭებ და გაგიფუჭებ რა. არ წავალ მეთქი გეუბნები. დიდი მადლობა. არაფერი. SMS-იც მომივიდა. ესე იგი ცოცხალი ვარ. წერენ. ვარ რა ხერთი რა უნდა ვინ არის? ბანკიდან არის. რა? დამიმტკიცდა სესხი. რამხელა პროცენტია ბიჭო? ამათი. მართლა უნდა მოვიკლა კაცო თამი და გადავხტები აბა რა ჯანდაბას ვიზავ და ვაი, სადაა?